ნარკოზი. ძველი საიდუმლო. რაც დაგემართა შენს თავს დააბრალე ჩინარ. ღმერთია მოწმე, რომ მე სხვა გამოსავალით შემოგთავაზე. რა საჭიროა დედა? აქ რატომ უნდა ველოდოთ? იმ კაცმა თქვა რომ მოკვდა. აქ მოვიყვანე ქალბატონო. დიდი იმედები გქონდა ჩინარ. ამბობდი რაც არ უნდა გააკეთო. შვილებს ვერ დამაშორებ. ფეხზე დავდგები და მათთვის ვიბრძოლებო. დავამტკიცებ, რომ უდანაშაულო ვარო. ასე ამბობდი. სიკვდილმა დაგამარცხა ჩინარ. რაც დაიმსახურე ის მიიღე. უკაცრიელი ადგილი იპოვე და იქ დამარხე. ისმენთ ქალბატონო. რა ხდება ფერჰად? დასამარხად ადგილი ვიპოვე ქალბატონო. კარგია. ფრთხილად იყავი, არავინ დაგინახოს. პრობლემები არ მჭირდება. არი ნერვიულოთ. გვამს ვერავინ იპოვის. მალე დავმარხავ. ღრმად ჩამარხე ფერჰად. ისე ღრმად, რომ მისმა შხამმა ზემოთ ვერ ამოაღწიოს. საფლავს ნუ მონიშნავ. არავინ უნდა იცოდეს, რომ ვინმეა დამარხული. და ეგამვლელებმა გადაუარონ. საფლავი გათელონ. აი ამას იმსახურებს ის გველი. კარგი ქალბატონო, როგორც მიბრძანებთ. მე არაფერი დამიშავებია. რაც დაგემართა შენს თავს დააბრალე ჩინარ. არჩევანის საშუალება მოგეცი. შენ სიკვდილი აირჩიე. ჩემი სინდისი სუფთაა. სამართლიანობა აღვასრულე. დამნაშავე საკადრისად დავსაჯე. დედა. ამ ბილეთს რა ვუყოთ? თუ ბილეთს იპოვიან, გაირკვევა, რომ ჩინარი არსად წასულა. რაც საჭიროა ის გააკეთე. ყველამ უნდა იფიქროს, რომ ჩინარი გერმანიაში წავიდა. კარგი დედა. თუ ასეა წავალ და ბილეთს გავანადგურებ. მოკვდი, მაგრამ ჩემი ბრაზი და ზიზღი შენ მიმართ ჯერ არ განელებულა ჩინარ. შენმა მოკლამაც კი ვერ შეამსუბუქა ჩემი რასიმის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ამიერიდან უფალთან აგებ პასუხს შენს დანაშაულზე.
უფალო ჩემ შვილებს ნუ გამოაცდევინებ იმას, რაც მე გადავიტანე. 20 წელიწადი 4 კედელში გატარებულ დროს ერთი წამითაც ნუ წარმოადგენინებ. მე დამტანჯე, მაგრამ მათ ნუ რაფერს ავნებ. მხოლოდ ის მინდა, რომ ბედნიერები იყვნენ. ნუ მისცემ მათ ისეთ ტვირთს, რომელსაც ვერ ზიდავენ. ნუ მიაყენებ ისეთ იარებს, რომლის განკურნებასაც ვერ შეძლებენ. დაიცავე ისინი ყოველგვარი განსაცდელისგან. თუ სეჰერისგან სიმართლეს გაიგებენ, დაედაუჯერონ გარდაცვლილ დედას და სიყვარულით გამიხსენან. 20 წელიწადი ჩემი შვილების ნახვის სურვილით ცხოვრობდი. შენ ხარ მოწმე, რომ მათი ბედი შენ მოგანდე. იყავი მათი შემწე ყოვლის შემძლე ღმერთო. ყველა განადგურებულები ვართ. თქვენი ნებართვით წავალ. ჩაიხანაში ნედიმი მელოდება. ალბათ აინტერესებს რა მოხდა. კარგი ბატონო ჰალილ. გმადლობ. შვილო, თუ რამეს გაიგებთ დამირეკეთ. ეცადე არ ინერვიულო. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. სახლში შევიდეთ, შვილო. მოდი დაჭიქი. აქ დაჭიქი. ნეტავამდე ხანს არ მოგვეცადა დეიდა ჰადია. ნეტავ ესმოსთვის და ჩეთინისთვის თავიდან ვეგვეთქვა სიმართლე. იქნებ ეს არ მომხდარიყო. იქნებ დედა ჩემს იმედი არ გადაეწურა. გული მტკივა დეიდა ჰადია. გული მტკივა, როცა ვფიქრობ, რა შეიძლებოდა დედა ჩემს მოსვლოდა. მესმის შვილო. ის დედა შენია. შენი სისხლი და ხორცი. მაგრამ გთხოვ ცუდზე ნუ ფიქრობ. ყველაფერს თავის მიზეზი აქვს. ბედის წერას ვერსად გაექცევი. ნიშნულობა არ აქვს წარსულში რა მოხდა. დამიჯერე შვილო. წავალ, საჭმელს მოვამზადებ. შენ აქ დამელოდე. დილიდან არაფერი გიჭამია. არა, სახლში წავალ. დურო მელოდება, არ მინდა ვანერვიულო. კარგი, როგორც გინდა. სახლში რომ მიხვალ, ისადილე და დაისვენე. დედა შენი რომ დაბრუნდება, ასეთ დღეში არ უნდა დახვდე. დაბრუნდება დეიდა ჰადია. დედა ჩემი ხომ არ მიგვატოვებდა. რა თქმა უნდა, არა შვილო. ამაში ეჭვი არ შეგეპაროს. ჩინარი შვილებს აქ არ დატოვებდა და არ წავიდოდა. მართისნებით მალე დაბრუნდება. აი ნახავ. გმადლობ დეიდა ჰადია. ღმერთმა დაგლოცოს. შენ ძვირფასო. იმედია დედა შენი სახსალამათი დაგვიბრუნდება. აი ნახავ, ღმერთი არ გაგწირავს. იმედი არ დაკარგო. კარგი? ცუდ ფიქრებს უფლება არ მისცე გონება მოგიწამლოს. ჩინარი შვილებს ფულში არ გაცვლიდა. ახლა წადი. შენ შულს ჩაეხუტე. მისგან ძალას მიიღებ. დედა შენისთვის ილოცა. დარწმუნებული ვარ, ჩინარს ახლა ყველაზე მეტად ლოცვა სჭირდება. წადი. გაჩუმდი ზაღლო. შენი თავი არ მაქვს. აქედან მოშორდი.
დედა. დედა, ნუ მიგვატოვებ. ჯერ ვერ მოგისიყვარულეთ, დედა. დედა, ნუ მიგვატოვებ. ჩვენ გჭირდები დედა, ნუ მიგვატოვებ. ჩემო სერ. ესმა. ჩეთინ. კუდრად. ჩემო პატარა ბიჭო. მაბადიეთ. თქვენთან ვერ დავრჩები. დედობას ვერ გაგიძებთ. ჩემო ძვირფასებო. ნუ ღალავთ. ჩემი დრო ამოიწურა. ამ ქვეყნად ვეღარ მიხილავთ. მაგრამ იმედი მაქვს შემდეგ ცხოვრებაში შევხვდებით. თითოეული თქვენგანი საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართ. ეს არ დაგავიწყდეთ. კარგი? ჩემ შვილებს შენ განდობ და შენთან მოვდივარ უფალო. ჩემი სიცოცხლე არაფრად ღირს. თავარია ისინი იყვნენ კარგად. დედა! არ წახვიდე, დედა! დედა, არ მიგვატოვა. გთხოვ, არ წახვიდე. არ წახვიდე, ჩინარ. მე და ჩვენ შვილებს მარტო ნუ დაგვრთავებ. რასიმ. ჩაიდალიე ძმაო. მადლობა. რამე სიახლე ხომ არ არის? ისმენს ესგენ. არა ძმაო, პოლიციის განყოფილებიდან ახალი არაფერია. ნომერი რომ მოგეცი რამე ხომ არ გაარკვია. რას ამბობ? ღმერთმა დაგლოცოს მაო. მოიცადე. ედი ფურცელი და კალამი მომიტანე. ერთი წუთით დამელოდე. მითხარე. აჰმედ ქარაბაი. ნომერი ამ კაცს ეკუთვნის? არა, სახელი და გვარი არ მეცნობა. მისი ადგილმდებარეობა გაარკვიეთ? კარგი, ჩავიწერ. ღმერთო, ეს დღე არ არის? კარგი ძმაო, გმადლობ, ღმერთმა დაგლოცოს. გაარკვიე, სად არის მაო? სეზგინმა მისამართი მომცა. როგორც ვიცი, ამ ადგილას დღეა. ღმერთმა ქნას ვიპოვოთ. ღმერთო, რა გითხრა ძმაო? იმედია იპოვი. იმედია. ახლა უნდა წავიდე ნედიმ. ჩაიხანას შენ გაბარებ. კარგი ძმაო, არ ინერვიულო. ასე არ უნდა მომქცეოდი დემეთ. ამ გოგოს რა უნდა? გისმენთ ქალბატონო ნისა,
გითხარი თქვენობით არ მომმართო მეთქი. ისმენ ნისა. აი ასე. ძალიან მოვიწყინე ჩეთინ. ვიფიქრე თუ მოხვალ და წამიყვან ცოტა ხნით სანაპიროზე გავისეირნებ მეთქი. მთელი დღე სახლში ვარ. კარგი, ახლა მოვა. მშვენიერია. მოუთმელად გელი. კარგი. უბნის რწმუნებულს ნეჯმის მისამართი ეწოდინება. შენ აქ დამელოდე დაუბრუნდები. კარგი გელოდები. ოღონდ იჩქარე გთხოვ. ხომიცი ზეინები საფრთხეშია. ადამიანმა საკუთარი შვილის სასიკვდილოდ როგორ უნდა გაიმეტო. ზეინები იმ ფსიქოპატს ხელში როგორ ჩაუგდეს. ხომ იცოდნენ რომ არ დაინდობდა. ღმერთო იმედია იქამდე მივასწრებთ სანამ ზეინებს რამეს დაუშავებს. შუა დღე მშვიდობისა. გამარჯობა. დაბრძანდით. ნეჯმი ფარლაკის მისამართი მჭირდება. რა ხდება ნეჯმის მისამართი რაში გჭირდებათ? მისი ცოლის საფრთხეშია. მადლობელი ვიქნებით თუ დამეხმარებით. სასწრაფოდ უნდა ვნახო. კარგი. თუ ნეჯმიმ რამე დააშავა, პასუხი უნდა აგოს. მომისმინეთ. გარეთ რომ გახვალთ, ქუჩას მარცხნივ გავუყევით. ნეჯმის სახლი ამ ქუჩის ბოლოშია. საკმარისია. უკვე ყელში ამომივიდა. ტელევიზორის ყურებასაც არ მაცდი. მთელი დღე გაუთავებლად ტირი. ამიხსენიეს რას ნიშნავს. აი შეარც დეიდა შენია და არც შენი და. ის ჩემთვის დედასავითა. ისე მიყვარს როგორც ლეკს უყვარს თავისი დედა. ასეთი რა დაინახე იმ ქალში რომ მისგან დახმარების იმედი გაქვს. მისმინე, დროაჭკუას მოუხმო. ჩემ გარდა დედა არ ყავს. რა თქმა უნდა ამის აღიარება გიჭირს, თუმცა ვის ველაპარაკები. მთელი ეს წლები არ მაფასებდი. იმედი არ მაქვს რომ გონს მოხვალ. მირჩევნია ჩემს ოთახში გავიდე და ცარიელ კედლებს ვუყურო. დედა ნოტირი. ხომ ხედავ მინჯირმაც მოიწყინა. მაპატიაშვილო. არ მინდა განერვეულოთ, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ. ამდენს რატომ ტირი? დეიდა აიშეს რამე დაემართა? ღმერთმა დაიფაროს შვილო. იმედია ცუდი არაფერი შეემთხვა. მისი ხმა რომ გავიგო და დავწმუნდე რომ ცოცხალია, შვებით ამოვისუნთქებ. ეს ლოდინი გაუსაძლისია. არაფერი არ ვიცი. ალბათ შვილებთან წავიდა. ზღაპრის მოყოლისას მითხრა რომ შვილები ძალიან ენატრებოდა. თუ ახლა მათთანაა, მაშინ ბედნიერი იქნება. იმედია შვილო. იმედია შვილებთან კარგი ურთიერთობა იქნება. მათ გულიანად ჩახუტებას შეძლებს. ღმერთს ყოველდღე ვევედრები რომ ეს დღე დადგეს. შენ შეევედრე, კარგი? ღმერთი ბავშვების თხოვნას ითვალისწინებს. კარგი დედა. სეჰერ, რამე მაინც გააკეთე ამ სახლში. ადექი, კარი გააღე. რა ხდება დეიდა ჰადია? დედა ჩემისგან რამე ახალია? ახალი არაფერია შვილო. იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება. იპოვეს სად იყო? კარგადაა? არა, ვერ იპოვეს. მაგრამ იმ ნომრის მფლობელის ვინაობა გავიგეთ, ვინც შენ რამდენჯერმე დაგირეკა. ახლა ხან შეგვატყობინეს. წავიდეთ. ბიძია ხალილი გველოდება. დეტალების გზაში აგიხსნი. კარგი? სად მიდიხარ? ერთი დღე მაინც რომ გაატარო ამ სახლში, ისე რომ სადმე არ წახვიდე, გეფიცები ძეგლს დაგიდგამ. შენ გეკითხები, სად მიდიხარ? დეიდა აიშეს კვალს მიაგნეს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ. გაიქეცი, მიდი იპოვი. ნუ თუ არ დაიღალე იმ აიშეზე დარდით. კალმა იმდენი ფული აიღო. უკან რატომ დაბრუნდება? გიჟი ხომ არ არის? მივდივარ, დურუ შენ გიტოვებ. რა კარგია. შვილი სახლში დატოვე და დეიდა აიშე ქუჩა-ქუჩა უნდა ეძებო. შევარცხვინე შენი დედობა.
ხდება? ხალხი რატომაა შეკრებილი? არ ვიცი, გავარკვიოთ. ნეტავს სასტრაფოში ან პოლიციაში თუ დარეკავენ მან. დავრეკე, გზაში არიან. იმედია დროზე მოვლენ, თორემ უბედურება დატრიალდება. მოდი ზეწარი გავშალოთ. იქნებ სამაშველო სამსახურის მოსვლამდე დავიჭიროთ. წადით ქალბატონო. სახლიდან რამე მოიტანეთ. შეჩერდი არ გადმოხდე, თავს თუ მოიკლავ. ჯერ ახალგაზრდა ხარ. ზეინებ შეჩერდი, თავის მოკლა არავის და არაფრის გამო არ ღირს. ზეინებ გონი საკმარისა და ხმაა. ვერავინ მოაგნებს. სიმართლე გითხრა, მოდის დიზაინის შესწავლა მინდოდა, მაგრამ მამა ჩემმა თქვა, რომ ერთ დღეს მისი კომპანიის ხელმძღვანელი გავხდებოდი. ამიტომ ბიზნესის ადმინისტრირება უნდა შემესწავლა. შენ რა გინდოდა რომ გამოსულიყავი? ალბათ იმაზე არ ოცნებობდი, რომ ასეთი სამსახური გქონოდა. Vay abi bravo güzel. ოჯახ ძმაო, კარგი დარტყმა იყო. მადლობ პატარა ბიჭო. ჩემს კითხვაზე პასუხი არ გაგიცია. რა გინდოდა რომ გამოსულიყავი? ბავშვობის ოცნებად დარჩა. ახლა სხვა გზას ვადგავარ. დავიფიცე რომ ამ გზიდან არასოდეს გადავუხვევდი და ბოლომდე მივყვებოდი. ძღოლის კვალობაზე საკმაოდ თამამი სიტყვებია. ცუდად არ გამიგო, შენი დამცირება არ მიფიქრია. გულწრფელად გითხრა, დასაფასებელია რომ ასეთი ამბიციური და მონდომებული ხარ. შენი ნათქვამიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გიყვარს. შეყვარებული არ ყავს? არ მყავს. ყავდა, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა. დაშორდი? უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ მან მიმატოვა. გადაწყვიტა რომ მის ცხოვრებაში ჩემი ადგილი აღარ იყო. სულელი ყოფილა. დაიწყე. შენაირ ადამიანს სად იპოვის? Vallahi iyi midir kötü müdür bilmem ama. კარგია თუ ცუდი არ ვიცი, მაგრამ მაშინვე სხვა იპოვა. Kesin zengin. როგორც ჩანს, მდიდარი ბიჭის გამოჭერა უნდა. Sen ne acayip bir kız. რა უცნაური გოგო ხარ. შია, მოდი რამე ვჭამოთ. კარგი, სად გინდა რომ წაგიყვანო? Piyasa mekanı. კაფეებში სეარულით ძალიან დავიღალე. დიდი ხანია ბლინის ჭამა მინდა. აქვე ახლოს პარკში ბლინებს ყიდიან. იქ წავიდეთ. ჩემთვისაც სიახლე იქნებოდა. İyi tamam. კარგი. Tamamdır anneciğim. ყველაფერი რიგზეა დედა. ბილეთების საქმე მოვაგვარე. Anneciğim. დედა, Ya რა მოხდება თუ გაიგებენ რომ ჩინარი თვითმფრინავში არ ჩამჯდარა? Ya Seher annesi. რა მოხდება თუ სეჰერი გაიგებს რომ დედამისი მკვდარია? ან კიდევ უარესი თუ გაიგებს რომ ის ჩვენ მოვკალით? ვერავინ ვერაფერს გაიგებს რძალო. ენას კბილი დააჭირე და ვერავინ ვერაფერს გაიგებს. გესმის რას გეუბნები? რა ხდება ფერჰად? ის გველი ჯერ კიდევ ვერ მოიშორე? მალე მოვიშორებ ქალბატონო. ორმოა მოვთხარე. ახლა დავმარხავ და მიწას მოვასწორებ. მიდი იჩქარე. ორმოში ჩააგდე და დამარხე. კარგი ქალბატონო, როგორც მიბრძანებთ. იჩქარე ფერჰად. იქამდე დაასრულე ეს საქმე, სანამ ვინმე დაგინახავს. როგორც მიბრძანებთ. Ulan bir rahat bırakma. ჯანდაბა ეს ძაღლი ვერ მოვიშორე.
ძმაო, ეს იმ დღესთან არსებული ყველაზე ახლო სოფელია. მაცხოვრებლებს რომ გითხოთ, მარტივად მიგასწავლიან. მადლობ ძმაო. ღმერთო, Annemin burada ne işi var? დედა აქ რას უნდა აკეთებდეს? Allah başına bir şey. იმედია არაფერი დაემართა. დამშვიდე შვილო, არ ინერვიულა. Annenin o numarası. არც კი ვიცი დედა შენს რაიმე კავშირი აქვს თუ არა იმ ნომერთან. Hemşerim. მეგობარო, Ya აქედან ტყეში როგორ მოვხვდეთ? ამ სოფლის ირგვლივ ტერიტორია მთლიანად ტყეა. მონადირეებისთვის განკუთვნილი ქოხებით შეგხვდებათ. თუმცა თქვენ მონადირეს არ გავხართ. რა ხდება? Nasıl gideceğiz onu söyleyin. გვითხარით როგორ მივიდეთ ტყეში? Damat meselesi. ვიღაც უნდა ვიპოვოთ. სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. მისმინეთ პირდაპირ ივლით. მალე გაფუჭებულ გზაზე გადახვალთ. იქიდან კი ბილიკი იწყება, რომელიც ტყეში მიდის. ფრთხილად იყავით. ცუდი გზაა. თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ. Başınıza bir iş açmayın ha. მადლობ მეგობარო. წადით, ღმერთი თქვენკენ. გმადლობთ. Bir bu eksikti. ეს ღამაკლდა. ერთი ძაღლის მოშორებას ვცდილობდი და მეორე გამოჩნდა. Adamı yollamam. იქამდე უნდა მოვიშორო, სანამ რამე შეუმჩნევია. Hop 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 kardeşim. მეგობარო, Piknik ეს საპიკნიკე ადგილი არ არის, კერძო საკუთრებაა. ასე უბრალოდ ვერ შემოხვალთ. აქაურობა დატოვეთ. dışarı. Oğlum bir dur. მოიცადე, მოიცადე. მოდი აქ. Ya ben geçen gün aldım. ძმაო, სანადირო ჩანთა დავკარგე. თუ ნებას მომცემ ტერიტორიას დავოთვალიერებ და წავალ. Çıkacağım öyle. აქ არანაირი ჩანთა არ არის, ძმაო. შენი ძაღლი წაიყვანე და იქ მოძებნე, სადაც დაკარგე. Ya nerede düşürdüğüm. რომ ვიცოდე, სად დავკარგე, მაშინ იქ წავიდოდი. Müsaade et kardeşim. წუხა რომ არ ვიცი ტერიტორიას დავოთვალიერებ და წავალ. არამედ კი ძმაო, ვერ გაიგე რა გითხარი. Bana müsaade etmiyorsun. კარგი, თუ არ მიშვებ, ძაღლს მაინც გავუშვებ. იმ ჩანთას იპოვის და მომიტანს. აქაურობა დატოვე. სამუშაო მაქვს. შენ გამო ძვირფას დროს ვერ დავკარგავ. ვერ ჩენ და ვერ ჩენი ძაღლი ჩემს მიწაზე ფეხს ვერ დაადგამთ. adamın იმ კაცს დაუჯერეთ და წამოვედით, მაგრამ არც კი ვიცით სწორად მოვდივართ თუ არა. Doğru yol değil. ჩემი აზრით სწორ გზას ვადგავართ. ხომ თქვენს რომ სიგნალი ბოლოს აქედან მოდიოდა? Evet ama ხო, მაგრამ მისმინე შვილო. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, თივის ზვინში ნემსის ზებნაა. şey. Senin არ მინდა გაწყენინო, მაგრამ ამ ხელა ტყეში დედა შენი როგორ უნდა ვიპოვოთ? Bulacağız. ვიპოვით ბიძია ხალილ. Gerekirse თუ საჭირო იქნება მთელ ტყეს ფეხით შემოვივლი. ყველა ქოხს და ხის ძირს შევამოწმებ. აქედან ფეხს არ მოვიცვლი. inşallah kızım. იმედია შვილო. Allah yardımcımız olsun. ღმერთმა გადმოგხედოს. Bak şurada bir kulübe var. ნახე, იქ ქოხია. წამოდი შევამოწმოთ. Ya paşa. პაშა, გაჩერდი 2 წუთით მოითმინე. ვერ ხვდები ასე უმიზეზოდ რატომ გაბრაზდი. Ben anlamadım ki. თუმცა რა გასაკვირია, ალბათ სუნი იგრძენი. Koku aldı herhalde. რა სუნი ძმაო? Kardeşim. Köpek bu. ძაღლი თავისთვის ხებს. Hadi kardeşim. აქაურობა დატოვე. ნერვებს ნუ მიშლი. Ya ne kıymetli araziniz var. ასეთი რა ძვირფასი მიწა გაქვს. Ya bak. ძმაო, არც ქურდი ვარ და არც მაწანწალა. თხოვ შემიშვი. Bırak gideyim. ჩემს ჩანთას ვიპოვი და წავალ. Bana güvenmiyorsan. თუ არ მენდობი, შენსთან წამოვყევი. ცოცხალი ვარ. Allah'ım sen. მადლობა ღმერთს. Neredeyim? სად ვარ? Bela mısın kardeşim? რამდენჯერ გაგიმეორო, შენს გზაზე წადი. ღმერთო მოდის. მოდის. Hem senin ნადირობის უფლება გაქვს? ზაბუთი მაჩვენე. ხომ არ ბრაკონიერობ? იცოდე პოლიციაში გიჩივლებ. Sana ne oluyor be? რა ხდება? ვინ ხარ რომ საბუთს ვთხოვ? Ha madem öyle. თუ ასეა შენს მაჩვენე ამ ადგილის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. გავარკვიოთ მიწა შენია თუ არა. ახლა ამის დრო არ მაქვს. წადი. Sana başına რაც კიდე ისქენი. ღმერთი ამოწმე რომ ადამიანურად გთხოვე. ვინ არის ეს მანიაკი? ჭკუიდან გადამიყვანა. ძაღლის ხმა აღარ ისმის. ალბათ მოდის. ღმერთო დამეხმარე. Beni diri. ესე იგი ჩემს ცოცხლად დამარხვას აპირებდი? უფლის წყალობით სანამ ჩემ შვილებს არ ვნახავ სიცოცხლეს ვერ მომისპობ. Evlatlarımdan ayrı. შვილებს ვერ დამაშორებ. გახმოვანებულია მთავარ არხზე.
unutmadım seni.